მოგესალმებით ქალბატონო დიანა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისთვის, რომ თქვენ მოკლედ, მაგრამ არსებითად შეეხეთ პატრიარქის დამსახურებას. ეს ახალი არავისთვის არ არის მისი მოღვაწეობის პერიოდში პატრიარქი ყოველთვის არა მარტო აღიარებული იყო ჩვენი მოსახლეობის მიერ როგორც გამორჩეული ავტორიტეტი, არამედ ამავე დროს იგი აღასრულებდა უნიშნულოვანეს მისიას ქვეყნის ცხოვრებაში. იგი ერთდროულად აღაშენებდა დანგრევის პირას მიყვანილ ეკლესიას, რაც არ იყო ადვილი, ეს დაიწყო კომუნისტური რეჟიმის პირობებში და ერთდროულად ცდილობდა ეზრუნა საზოგადოების დედა ეკლესიის სიახში დაბრუნებაზე და საზოგადოებაში არსებული გამოწვევების, გარკვეული სირთულეების მოგვარებაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი სიბრძნით, მისი ლოცვით, მისი დიდი სიყვარულით და საერთოდ უნარით ადამიანებთან ურთიერთობის ბევრ რამეს აგვარიდა პატრიარქმა, რომ უფრო მძიმე არ იყო ის წლები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ განსაკუთრებით დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, თუმცა მანამდეც ასევე ძალიან მღელვარე იყო ეროვნული მოძრაობის პერიოდი და ყველას გვახსოვს, როგორი არ იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი, ასე ვთქვათ, პროცესი, რომ იგი არ ყოფილიყო ეპიცენტრში და მის სიტყვას, მის ასე ვთქვათ, ქმედებას ნაბიჯებს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი არ მოედანა. მე უკვე ელოდით ასეთ ვთქვათ დატირებას ან დამშვიდობებას საზოგადოების მასთან, ეს არ იყო მხოლოდ რაღაც ვთქვათ ძალიან ფართო ნაწილს შეეხო ამ საზოგადოების არ მეგულება სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც, ვთქვათ ყველანაირი მრავალფეროვნება შეიძლებოდა აღმოგეჩინათ იმ დღეს პატრიარქთან დასამშვიდობებელ რიგებში. ასაკობრივი არ ვიცი, ყველანაირი. დიახ. მინდა დაგეთანხმოთ იმაში, რომ ეს ასეთი რაღაც მასშტაბი შეიძინა ამ პატრიარქთან გამომშვიდობებამ, მის მიმართ პატივის მიღებამ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად არაერთხელ მის სიცოცხლეში ჩნდებოდა ეს განწყობა საზოგადოებაში, აი მის მიმართ მადლიერებისა არაერთხელ, თუმცა ცხოვრება წინააღმდეგობებით არის სავსე, იყო საკითხები, როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვთქვათ განსხვავებულ პოზიციაზეა და ამ დროს არ არის ადვილი ყველასთვის მოსაწონი იყოს ის, რასაც პატრიარქი ამბობს. შესაბამისად იყო გარკვეულად ესეთი პერიოდები, როდესაც მისი შეხედულებები, მისი პოზიციების მიმართ ზოგიერთი ბოლომდე ვერ ეთანხმებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი კეთილმოსურნეობა, მისი უანგარობა ეს ამას აღიარებდა საზოგადოება წლების მანძილზე, მაგრამ ის რაც მოხდა, ეს უკვე აღემატება ბუნებრივ ასეთ ლოგიკას, ადამიანურ ლოგიკას, არსებობს ქრისტიანული სწავლების მიხედვით ზებუნებრივი ლოგიკა ღვთაებრივი, როდესაც რაღაცა ღვთაებრივი ძალა მოქმედებს, როცა ადამიანებს აერთიანებს არა მარტო მათი ადამიანური კეთილინება, მათი ესე ვთქვათ ემოცია, არამედ რაღაცა კიდევ ზებუნებრივი, ანუ ამას ეწოდება ქრისტიანული სწავლების მიხედვით სული წმინდის მადლი. აი რაღაც აი ამ ენერგიაში იყო გაერთიანებული საზოგადოება და მე ვიტყოდი, რომ ეს ქრისტიანული სწავლების ენაზე ეს არის სასწაული.
როდესაც თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში საზოგადოების ცხოვრებაში ძირითად პოლიტიკურ თემასთან დაკავშირებით დაძაბულობის ხარისხი სამწუხაროდ სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და აი თუ წარმოვიდგენთ, რომ ზოგჯერ შეიძლებოდა ოჯახის წევრებს შორისაც ყოფილიყო რაღაც უხერხულობა, მეგობრებს შორის. არის ნამდვილად. დიახ. ასეთ ეტაპზე, როდესაც დაძაბულობა საკმაოდ კულმინაციას აღწევს, აი ესეთი სრული ამის საწინააღმდეგო ერთსულოვნება, სრული ამის საწინააღმდეგო ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, რომელიც დღემდე გრძელდება საზოგადოებაში. ისურვებდით, რომ ვთქვათ, საერო ცხოვრებაში ან პოლიტიკურ ცხოვრებაშიც იყოს ეს, ვთქვათ, ეს ენერგია გადმოტანილი. მე მეჩვენება, რომ ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ეს უნდა გაგრძელდეს, ესე იგი, ჩვენს ცხოვრებაში. პატრიარქის ერთ-ერთი საყვარელი ესეთი გამონათქვამი იყო რწმენა ჩვენს ცხოვრებაში. მას უნდოდა ყოველთვის, რომ დაენახან შედეგი, ნაყოფი რწმენისა, კეთილი ნაყოფი ჩვენს ცხოვრებაში და რასაკვირველია, არაერთხელ ამისთვის მიუღწევია და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისგებლობა. აი მე usvენდი სხვადასხვა ადამიანებს, რომლებიც შეიძლება რელიგიური განათლება სრულიად არ ქონდათ, ან რაღაც რომელიმე დიდი ასე ვთქვათ, სამეცნიერო თუ კულტურული სფეროს წარმომადგენლები არის, უბრალო ადამიანები, ზოგჯერ ბავშვები ამბობდნენ, რომ აი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აი ეს ერთსულოვნება, უნდა შევინარჩუნოთ ეს ურთიერთსიყვარული, პატივისცემა და თან თვითონვე აკეთებდნენ რაღაც ესე ვთქვათ როგორ თვითონვე განმარტავდნენ ეს როგორ უნდა მოხდეს და ამბობდნენ, რომ აი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის გზა, რომელთაც პატრიარქი მიდიოდა, რასაც ის გვასწავლიდა და ერთი რამ მინდა აი აღვნიშნო, რომ აი ამ დაძაბულობის, აი საკმაოდ მაღალი ხარისხის მქონე დაძაბულობის ფონზე ასეთი ერთსულოვნება მეტყველებს იმაზე, რომ თურმე შესაძლებელია მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მრავალი ტკივილისა, რომელიც წუთის სოფელ ცხოვრებას თან ახლავს, დევს, მით უმეტეს, როცა სოფლიოში მიმდინარეობს მრავალი ესე ვთქვათ კატაკლიზმა და ჩვენ ვართ მუდამ ვიყავით მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე რაღაც ეპიცენტრი დიდი სახელმწიფოების, დიდი იმპერიების ინტერესის სფეროში ვიყავით და ეს ბუნებრივია, ესე ვთქვათ, ეს არ შეიძლება რომ ღელვარება ამას არ ახდენს, მაგრამ აი თურმე შეიძლება რომ რაღაც ძალიან დიდმა მაღალმა ღირებულებამ ჩვენ გაგვაერთიანოს და შეგვაძლებინოს რომ აი მშვიდობიანად ერთსულოვნებით გადავწყვიტოთ. ეს იყო მისი მუდმივი მოწოდება, რომ სიყვარულის გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელია და ის შედეგი დიდხანს ვერ მოიტანს სიკეთეს. კი ბატონო, მე უკვე დიახ თქვით დასრულეთ. მინდა დავასრულო ეს საუბარი იმით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ აი ამ ველში ვიმყოფებით, აი ამ ღვთაებრივი სასწაულის ველში ვიმყოფებით, თელ მსოფლიო არის გაოცებული და თქვენ ალბათ მოგისმენიათ მრავალი შეფასება უცხოეთში ადამიანებს, რომ ასეთი რამ დიდხანს არავის არ უნახავს, რომ მთელი საზოგადოება ესე ერთსულოვანი ყოფილიყო და აი მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენ საზოგადოებას, რომ ეს არის პატრიარქის სასწაული, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ერთსულოვნებისკენ მოგვიწოდებდა და რომ მან გვაჩვენა, რომ ეს სულოვნება შესაძლებელია თუ ჩვენ გავერთიანდებით მაღალი ღირებულებების, სიყვარულის, რწმენის, სამშობლოს სიყვარულის, მოყვასის სიყვარულის ღირებულებების გარშემო. კი ბატონო, მე უკვე თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ამ ველში ვიმყოფებით, მაგრამ თქვენ ალბათ გესმით ის ინტერესი, რომელიც არის საზოგადოებაში, კომენტარები, რომელიც სხვათა შორის თავად ეპისკოპოსებს შორის კეთდებოდა გუშინ, აი ამ დაგეგმილი თუ წინ რაც ჩანს აი ამ არჩევნების შესახებ, ამიტომ მინდა ამ თემაზეც ვილაპარაკოთ. როგორ ფიქრობთ, პირველ რიგში მინდა რამდენიმე განმარტება მოვისმინოთ თქვენგან, მათ შორის ვიცით რომ უნდა იყოს 3 კანდიდატი, ეს არის თუ არა აუცილებლობა, რომ აუცილებლად იყოს 3 კანდიდატი და ასევე
მოსაყდრის თემა, რა ტიპის უპირატესობა აქვს, თუ არაფერს ნიშნავს, თუ ისიც იქნება თანასწორი თქვენთან ერთად, ძალიან ბევრი საუბარია ამ თემებზე და მინდა რომ თქვენი კომენტარებიც მოვისმინოთ ჩვენ აი ამ მოსალოდნელ არჩევნებზე, რომელიც ორ თვეს არ უნდა გადასცდეს და მესმის რომ თქვენც მოგიწევთ ამ ველიდან რეალობაში გასვლა. მე მინდა ვთქვა, რომ რასაკვირველია ეს პროცესი არ იქნება, ესე ვთქვათ, ძალიან მარტივი, მაგრამ ისევ და ისევ აი ის ვითარება, რომელიც მოჰყვა პატრიარქის გარდაცვალებას, ჩვენ პირველ რიგში გვავსებს იმედით, რომ პატრიარქი აგრძელებს ზრუნვას თავის სამწყსოზე, მან მოგვანიჭა ის, რასაც 59 წელია მისი მოღვაწეობის 19 წელზე შეჩერდა მისი ამ ქვეყნიური მოღვაწეობა, აი ამდენ ნახევარი საუკუნე იგი ამას ცდილობდა და ეს მოგვანიჭა უკვე გარდაცვალების შემდეგ საოცრად და ის გააგრძელებს ამას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესიც მისი დახმარებით, ღმერთის შეწევნით მაქსიმალურად მშვიდობიანად წარიმართება. მე მინდა დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება, რომ პატრიარქმა მოახერხა ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ის დაუძლურებული, სულიერად დაუძლურებული ერის და დაზიანებული განადგურების პირას მიყვანილი ეკლესიის არა მარტო გაცოცხლება, არამედ საკმაოდ ძლიერი ინსტიტუციის შექმნა. მე აღარ მინდა ახლა ყველაფერი გავიხსენო, ერთადერთს ვიტყვი, რომ სოფლიოს ჰქონდა გამოცდა, მთელ სოფლიოს, ეს იყო 2020 წელი და აი გამოჩნდა, რომ მთელი სოფლიო დადგა დიდი გამოცდის წინაშე. უნდა დახურულიყო თუ არა ტაძრები და ერთადერთი ეკლესია სოფლიოში იყო საქართველოს ეკლესია, სადაც არა მარტო არ დაიხურა ტაძრები, არამედ ესე იგი დაინფიცირებაც კი არ მოხდა, როცა მრავალი ასობით 1000 ადამიანი აღდგომას მივიდა ტაძარს. ეს იყო გამოცდა. აი რა ეკლესია შექმნა პატრიარქმა და შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ სინოდიც არის ძალიან მაღალ დონეზე დღეს. რასაკვირველია, სინოდის წევრებს შორის შეიძლება იყოს განსხვავებული შეხედულება და ეს სრულად ბუნებრივია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ აი განსაკუთრებით მისი გარდაცვალების შემდეგ სინოდის წევრებს შორის არის საოცარი ჰარმონიული დამოკიდებულება. რასაკვირველია, იქნება სხვადასხვა აზრი, იქნება ესე იგი არჩევანი სხვადასხვა, მაგრამ მართლაც აი მე მოვისმინე თქვენი საუბარი დასაწყისში გადაცემის და პრაქტიკულად ყველა მღვდელმთავარი თანხდება ერთზე, რომ არ არის საჭირო მღელვარება, უნდა ვილოცოთ, მთელმა ერმა უნდა ვილოცოთ, რომ იცით, როდესაც ღვთის საქმე კეთდება და მით უმეტეს ასეთი რამ უნდა მოხდეს, ჩვენ ყველას უნდა გვინდოდეს, რომ იყოს ნება ღვთისა და რომ რაღაცა უხილავი ძალა არსებობს, რომელიც ცდილობს ადამიანს შეცდომაში შეიყვანოს, ან ზედმეტად ააღელვოს, ან დააპირისპიროს და აი ეხლა უნდა ვილოცოთ, რომ ეს არ მოხდეს და ასეთი მე მინდა ურჩიო ჩვენ საზოგადოებას, რომ ასეთი ზედმეტი ეჭვები, ზედმეტი ასეთი შიშები რომ არ იყოს ლოცვა, რომ აი ეს სიმშვიდით ჩატარდეს ეს არჩევნები და მე ვფიქრობ, რომ ღვთის ნება გამოჩნდება და რაც უფრო მშვიდობიანად, რაც უფრო მშვიდად მივალთ და ამას არა მარტო ეს მღვდელმთავრებს გვეხება ეს სიმშვიდე და არა მარტო სასულიეროდას, ერთსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ეს რაც ახლა ჩვენ ვიხილეთ პატრიარქის ესეთი გარდაცვალების შემდეგ, ეს არის ამაღლებული სულიერად აი ეს სწორედ ეს მინდა რომ კიდევ ერთხელ ამას უბრუნდები, რომ თუ ასე გავაგრძელებთ ჩვენ ლოცვით გავაგრძელებთ კიდევ მინდა ჩავრთოთ უნებას მომცემთ, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შესაძლებლობა, რომ ეს განწყობა მთელი წელი გაგრძელდეს, 1 წელი მინიმუმ თუ მეტი არა და რატო? იმიტომ რომ ღვთის განგებით პატრიარქის გარდაცვალება დაემთხვა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან საიუბილეოდ არის. გაქრისტიანების ქრისტიანობის დიახ საქართველოში საყოველთაო აღიარების, საყოველთაო ნათლისღების ქრისტიანობა პირველ საუკუნეში
შემოვიდა საქართველოში ღვთისმშობელია ჩვენი განმანათლებელი მან გამოაგზავნა ანდრია პირველწოდებული რომელმაც შექმნა თემები და ეს თემები ვითარდებოდა და ემზადებოდა და როდესაც მომწიფდა ეს მომზადდა მაშინ წმინდა ნინო ღვთისმშობელმა კვლავ მოავლინა და დაგვირგვინდა ქართლის განათლება ქართლის ქრისტეში გამთლიანება მაგრამ აი ჩვენ ამ თარიღს აღვნიშნავთ და აი რა არის ის პატრიარქის დღეები თუ არა მადლიერების პატრიარქისადმი ღმერთისადმი და აი ეს სხვა არაფერია ეს დღესასწაული თუ არა ჩვენი დიდი წინაპრებისადმი რომელთაც პატრიარქის მსგავსად გადაარჩინეს და აღაშენეს დიდი კულტურა, დიდი სულიერება, აი მათთამი მადლიერება, მათი, აი ხა ჩვენ სულ ვიხსენებთ პატრიარქის ცხოვრებას, ხო, ტელევიზიით, მისი გამონათქვამები, მისი ესე ვთქვათ, ვიდეო მასალა, რომელიც აი დიდ სიხარულს იწვევს და დიდ სევდასაც იწვევს და აი ეს გახსენება, მთელი ისტორიის წარმოიდგინეთ, თელმა ერმა უნდა გაიხსენოს თავის ისტორია, წმინდა ლია მართალი ჭავჭავაძე ამბობდა, რომ ერის გათახსირება იმით იწყება, როცა ის ისტორიას ივიწყებს ჩვენ ძალიან ცდილობდნენ რომ დაგვიწყებოდა ჩვენი ისტორია ბოლო საუკუნეებში აი ეს დევნა ყოველთვის იყო და აი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ თითქოს არავინ და არაფერი არ გვიშლის ამაში ხელს მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ გლობალიზაციის ეპოქაში და ძალიან ესე ვთქვათ აი ეს ინფორმაციის ძალიან დიდი ნაკადია რომელსაც ადამიანი ვერ ასწრებს ამის ყველაფრის აღქმას და შეიძლება დრო ცოტა რჩება ისტორიისთვის, გახსენებისთვის, მადლიერებისთვის და ეს წელი შეიძლება ესევე გაგრძელდეს და რატომ ამბობ ამას, რომ თუ ჩვენი ერი ილოცებს, ეს არჩევნები ჩაიგდოს ძალიან კარგად, უკეთესად და ჩვენ გვინდა რომ ჩაიაროს კარგად მეუფე არ მინდა რომ აგაღელვოთ თქვენ თქვით რომ ღელვარება არ სჭირდება ამ ამბავს მაგრამ თქვენ თავად თქვით რომ არ იქნება მარტივი და თქვით რომ არის განსხვავებული შეხედულებები კარგია რა თქმა უნდა კანდიდატების სიმრავლე ჩვენს გვინდა ისეთი არჩევნები სადაც ეს თქვა ადვილად გამოსაცნობი არ არის როგორი იქნება შედეგი და ასე შემდეგ მოკლედ ამბობთ რომ არის განსხვავებული შედეგები და არ იქნება მარტივი. აი ამ სირთულეზეც მინდა გკითხოთ. პირველ რიგში თუ არ მიწყენთ, მაინც ვფიქრობ რომ ეს დასაზუსტებელია. თქვენზე საუბრობენ როგორც პოტენციურ კანდიდატზე პატრიარქობის. თქვენ თავად თუ გაქვთ გადაწყვეტილი მაგალითად მე კარგად წავიკითხე ეს წესები და თავად შეუძლია მღვდელმთავარს დაასახელოს თავისი კანდიდატურა და ასევე ასაკთან დაკავშირებით 70 წლამდე არის ასეთი განაწესი ეს ნიშნავს თუ არა რომ ეხება მთელ წელს ვიდრე არ გახდება ადამიანი 71 წლის მე ყოველ შემთხვევაში ეს ჩანაწერი ასე გავიგე მაგრამ ასევე შესავალში მე წავიკითხე დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ციტატა ინტერვიუდან ამიტომაც ვფიქრობ რომ თქვენ დაზუსტება საჭიროებს პირველ რიგში ვიტყვი რომ ესე იგი მე პირადად არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას რაც შეეხება ასაკის თემას მე დავემორჩილების სინოდის გადაწყვეტილებას სინოდმა უნდა საბოლოოდ ეს საკითხი სინოდმა უნდა განსაზღვროს თუ ეს სინოდი ჩათვლის რომ როგორც ჩათვლის სინოდი ისე იქნება და მე მინდა გითხრათ ერთი რამ მე ძალიან მშვიდად ვარ პირადად ერთადერთი თუ რამ მაღელვებს რომ აი რაღაც ისევ და ისევ ადამიანმა ფაქტორებმა არ უხერხულობა არ შექმნას და იმედი მაქვს აი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ პატრიარქმა მოგვამზადა ჩვენ საკმაოდ სერიოზული განსაცდელებისთვის ჩვენ სხვა შორის სულ გვეშინოდა რომ აი რა გვეშველება ესეთი პატრიარქი ყავს და ეს შიში იყო ძალიან ლეგიტიმური რატო იმიტომ რომ მართლა სანამ ეკლესია საბოლოოდ ესე ვთქვათ აი გამტკიცდებოდა მას მიქონდა მთელი ეკლესიის სიმძიმების ტვირთი მას მიქონდა და ყველას გვეშინოდა რომ ის გარეშე ჩვენ და აი მოხდა ის რომ მან ფაქტიურად ჩვენ მოგვამზადა და ეს მისი დაკრძალვის დღეება გვაჩვენა რომ ჩვენ უკვე მომწიფებული არის არა მარტო სამღვდელოება მრევლიც მომწიფებულია და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მღვდელმთავრებს მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა მე უკვე დავაკონკრეტებ და მინდა გითხრათ რომ ეს
ძალიან დიდი გარანტია რომ ყველაფერი კარგად ჩაირვის, უბრალოდ უნდა ვილოცოთ რომ იყოს ნება ღვთისა. კი ბატონო, ეს გავიდა ნახევარსაათიანი დრო და ეხლა თავიდან დავუკავშირდებით მეუფეს ახლავე კი ბატონო, მეუფე, თქვენ თქვით რომ დაყენებას არ ვაპირებთ, ეს ნიშნავს რომ თავად არ დააყენებთ თქვენ კანდიდატურას, თუმცა რა თქმა უნდა თუ მღვდელმთავრები, ეპისკოპოსები დააყენებენ თქვენ კანდიდატურას, ეს სხვა მოცემულობა იქნება, სწორად გავიგე? ну მე არ ვიცი ეს მოხდება თუ არა, ეს უკვე ღვთისნებაა თუ მოხდება, შეიძლება ასეც მოხდეს. მე წინასწარ ამის პროგნოზირება არ შემიძლია. კი ბატონო, თუმცა ვაზუსტებ რომ არის ასეთი ჩანაწერი რომ თავად შეუძლია ეპისკოპოსს დააყენოს. ვიცი, მაგრამ მე არ ვაპირებ. კი ბატონო, თქვენ თავად არ აპირებთ. რა სიტყვით თითქოს მოსაყდრეობაზე არის ბევრი ლაპარაკი, რომ ეს ნიშნავს რომ რაღაც პატრიარქმა გამოარჩია გამოარჩია როგორც მართველი დროებით პატრიარქიდან პატრიარქამდე თუ რამე უფრო მეც ნიშნავს. ანუ ამაზე ფიქრობთ რომ რაღაც განმარტება შეიძლება საზოგადოება მოისმინოს და ასაკთან დაკავშირებით რაიმე დაზუსტებას სინოდი აპირებს თუ აქ არაფერია დასაზუსტებელი, გარკვეულია რომ 70 წლამდე ნიშნავს 70 წლის. მე არ მინდა ამ თემაზე ჩემი განმარტება ვთქვა, მე ვფიქრობ რომ სინოდი დააზუსტებს თუ არის საჭიროება ამ დაზუსტების, სინოდი დააზუსტებს. და რაც შეეხება მოსაყდრეს, მე მინდა ვთქვა რომ ესე იგი რასაკვირველია ის ფაქტი რომ პატრიარქმა მღვდელმთავრებს შორის გამოარჩია პიროვნება, რომელსაც საკმაოდ დიდი პასუხისგებლობა დაეკისრა, იმიტომ რომ მისი სიცოცხლის წლებში იშვიათად ხდება ეს ჩვენ ისტორიაში არც გვახსოვს ზუსტად ასეთი შემთხვევა მოსაყდრის სიცოცხლეშივე გამორჩევის და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეკლესიაში იყო სხვადასხვა ვითარება შექმნილი, რთული ვითარებები იყო, რაღაც სხვადასხვა პრობლემები იყო და ეს იყო საჭირო და პატრიარქმა ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მე ვეთანხმები ბევრის აზრს, რომ ამ პიროვნებამ გაამართლა პატრიარქის ნდობა, მან შეძლო რომ სინოდში აი ეს მშვიდობა, ერთობა, ერთსულოვნება ყოფილიყო, იგი ძალიან ესე ვთქვათ, ბრძნულად უძღვებოდა და უძღვება დღესაც. მე ძალიან ესე ვთქვათ, დადებითად ვაფასებ და საერთოდ მინდა უთხრა საზოგადოებას, რომ აი ეს პოლიტიკური ხედვა, შეფასება, რომ აი ვიღაცა ან ერთი მხარეა, ან მეორე მხარეა, ეს მაინც ძალიან ესე ვთქვათ, არასწორი თვალსაზრისია და მე მინდა ვთხოვო, რომ აი ამ ესე ვთქვათ, პოლიტიკურ განზომილებებს რომ მოერიდოს ჩვენი საზოგადოება და რასაკვირველია ახლა პატრიარქის ნდობის გამოცხადება ეს ძალიან დიდი რამ არის და ამას ბევრი უწევს ანგარიშს და შესაძლებელი რასაკვირველია ეს თავისთავად ეს ფაქტორი ძალიან დიდ მის მიმართ დიდ ნდობას განაპირობებს და აი ეს რასაკვირველია მას ჰქონდა მოვალეობა რომ ეს სინოდის მართვაში ასე პატრიარქის გვერდში ყოფილიყო და ეს როგორც თქვი კარგად აღასრულა, მაგრამ მას არჩევნებშიც ნუ ამ დამსახურების გამო მას გარკვეული მაღალი ნდობა აქვს და რასაკვირველია ეს იმოქმედებს გადაწყვეტილებაზე, მღვდელმთავართა გადაწყვეტილებაზე. მინიმუმ 3 კანდიდატი ეს არის აუცილებლობა, როგორც ხვდები. ეს არის მინიმუმ აუცილებლობა, თუმცა შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ 3 აუცილებლობა. კი ბატონო, რომ გადავიდეს ეს თქვენ შემდეგ. კი ბატონო, ანუ იქნება ასე ჩანს, რომ კანდიდატ მრავალი არჩევნები, როგორ ფიქრობთ? არ არის გამორიცხული. მე უკვე აუცილებლად ზუსტად წინასწარ მე ვერ ვიტყვი. დიახ, მე უკვე აუცილებლად მინდა კითხოთ, თქვენ გრჩება შტაბ-ეჭდილება, რომ ხელისუფლებას რაღაც თავისი რჩეული ყავს, თუ ზოგადად ხელისუფლება როგორ შეიძლება ჩაერიოს, ან ვინმე როგორ შეიძლება ჩაერიოს, რატომ გეკითხებით? აი თავად მღვდელმთავრები ამბობენ, რომ მეუფე ანტონის კომენტარი იყო შაბათის ეთერში, სადაც ამბობდა, რომ გარე ძალებიო ეცდებიანო, რომ ნაკლები ავტორიტეტის იყოს, ანუ ავტორიტეტი დაუმცრონ მომავალ პატრიარქს.
ასევე მეუფე იაკობი ამბობდა გუშინ, რომ თუ ვინმე ჩარევას გადაწყვეტს, მოკლედ მე მითხარითო და ასე შემდეგ. მოკლედ აი ამ კომენტარებმა გააჩინა ეს კითხვა. მე პირადად მინდა ვთქვა, რომ აი ამ ბოლო წლებში მე ახლა ადამიანურად რასაკვირველია არსებობს სხვადასხვა შეხედულებები, სხვადასხვა განწყობა და ეს ალბათ ვლინდება სხვადასხვა სახით, ეს შეიძლება იყოს საჯარო შეფასებებში, შეიძლება იყოს რაღაცა უფრო პირადულ, ასე ვთქვათ, ურთიერთობებში და ამას, ეს მე ამას ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ჩარევა, ეს არის ბუნებრივი პროცესი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა. მაგრამ აი ესეთი ინსტიტუციონალური რაღაც ცდელობები მე არ მიგრძნია ამ ბოლო წლებში და არა მაქვს ამის მოლოდინი, რომ ეს ესე იქნება, რაღაცა უფრო იმედით უყურებ ამას, თუმცა ვეთანხმები, რომ ახლა თუ ამის გავსი რაღაცა იქნა, თვითონ სინოდიც ეცდება, რომ რაღაცნაირად ეს არ იყოს, ასე ვთქვათ, ეს გავლენა არ მოახდინოს, მაგრამ მე პირადად არა მაქვს არავითარი მოლოდინი, ამ საფრთხის მოლოდინი არა მაქვს. როგორ შეიძლება ისე ეს გავლენა, რა ფორმით შეიძლება იყოს, ანუ ინდივიდუალურ ეპისკოპოსებთან კომუნიკაციით? ანუ როგორ წარმოგიდგენიათ საერთოდ ეს ცდელობები? ვერ გეტყვით. ეს უკვე თუ ვინც ამას თუ ვინმე დაგეგმავს, ეს უკვე მას უნდა დავუსვათ ეს კითხვა. კი ბატონო, წარმოდგენა არა მაქვს. მე კითხეთ, რომ ხომ არ რჩება შტაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ყავს ამ არჩევნებში? მე არ რჩება ასეთი შტაბეჭდილება. მე პირადად არ რჩება. მე მგონია, რომ ისინი ელოდებიან ღვთისნებას. ბოლო წლებში ხელისუფლება ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, დაამოწმოს დეკლარირება, გააკეთოს იმისადმი, რომ არსებობს ჩვენი სამი საუნჯე, როგორც წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე ამბობდა, მამული ენა, სარწმუნოება და ამ დეკლარირებას უკან ის უდგას, რომ რასაკვირველია ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება უნდა იყოს სარწმუნოებისადმი და მისი ამ სარწმუნოების აღმასრულებელი ინსტიტუციისადმი და მე ვფიქრობ, რომ ისინი ასე ფიქრობენ და ასე შეეცდებიან. მე არც მოლოდინი მაქვს ამის. კი ბატონო, მე ვიცი, რომ ამომრჩეველი იქნებით თქვენ 39 ეპისკოპოსი და თქვენ იღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ სხვა პირებიც მონაწილეობენ გაფართოებულ კრებაში. ამაზე რა სიტყვით და ასევე მაგალითად საზოგადოების განწყობას თუ ასეთი გამოჩნდა, რომ რომელიღაც კანდიდატის მიმართ მესმის, რომ რთული გასაზომია, მაგრამ ასეთი ტიპის ფაქტორებს რამდენად ექცევა ასე დროს ყურადღება? მე პირველ რიგში რაც გაფართოებულ კრებას ეხება, ეს ტრადიციაა და ყოველთვის ესე ვთქვათ, გაფართოებული კრება ეს ნიშნავს გარდა სინოდის წევრებისა, სამღვდელოების გარკვეული ნაწილის და ასევე მრევლის ნაწილის განსაზღვრული ადებულებაში ვინ რამდენი მონაწილეობა ამ პროცესში და გარდა ამისა უკვე ზოგადად მთელი საზოგადოების მხრიდან განწყობას რასაკვირველია შეუძლია შტაბეჭდილება გარკვეული იქონიოს სინოდზე, სინოდი ამასაც გაითვალისწინებს, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ყველანი ვეცდებით, რომ დავინახოთ რას მიგვანიშნებს უფალი, რა არის უფლის ნება და ისე მოვიქცეთ და ეს არის ჩემი თხოვნა საზოგადოებისადმი, რომ ყველამ ვილოცოთ, რომ ეს ჩვენ ღვთის ნება გავიგოთ, რაიმე ადამიანურმა ფაქტორმა, ემოციურმა ფაქტორმა, რაღაცა მოდით ესე ვთქვათ, ეჭვებმა, შიშებმა ხელი არ შეგვიშალოს. კი ბატონო, ერთი კითხვა მაქვს, ასევე გარკვეულწილად პასუხი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მაინც თქვენგან მოსმენილი სხვა არის ანდერძის თემა. შეგვიძლია თუ არა მივიჩნიოთ, რომ 2017 წლის პატრიარქის ბრძანება მოსაყდრის დანიშვნაზე ნიშნავს, რომ ანდერძის ძიებას სინოდის ხდომაზე ეს ვთქვათ აღარ არის რელევანტური. მე ასე მინდა ვთქვა, რომ ანდერძი
თავარი, ესე იგი, შინაარსი ანდერძისა იყო არის ის, რომ როდესაც პატრიარქი გარდაიცვლება, იქ წერია ვინ უნდა იყოს ესე იგი მოსაყდრე, ანუ პატრიარქი ტოვებს თავის კანდიდატს, თავის წინადადებას, კანდიდატურას მოსაყდრისა. აი თუ ანდერძი არ აღმოჩნდა, მაშინ სინოდი გარდაცვალების შემდეგ იკრიბება და ირჩევს მოსაყდრეს. აი მაგალითად პატრიარქის ჩვენი კაც განსვენებული პატრიარქის ილია მეორის შემთხვევაში არ აღმოჩნდა ანდერძი და სინოდმა მოსაყდრეთ პატრიარქი აირჩია. მაგრამ რადგან ეს იშვიათი გამონაკლისია, როგორც უკვე აღვნიშნე, მოხდა რომ უკვე პატრიარქმა ეს ანდერძი აღარ იყო საჭირო, იმიტომ რომ გაანაცხადა ვინ იქნება მოსაყდრე, ბუნებრივია აქ ანდერძის ძიება მე მგონი არ არის საჭირო. ალბათ არ იყო დატოვებული და ბუნებრივია რომ არ ყოფილიყო დატოვებული, რადგანაც უკვე მოსაყდრის თემა უკვე გაცხადებული იყო. კი ბატონო, როდესაც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ სინოდი შეიკრიბა, რომელმაც დაადგინა, რომ მოსაყდრეთ შიო ეს თქვა დაადასტურა ხელმეორედ, ეს ნიშნავს, რომ შეიძლებოდა შეეცვალა ეს გადაწყვეტილება, ანუ თქვენ იყავით უკვე უპირატესი სინოდი? არა, რასაკვირველია, სინოდს უნდა დაედასტურებინა და სინოდმა ეს დაადასტურა. კი ბატონო, არ ვიცი რამდენად ვთქვათ რელევანტურია ეს შეკითხვა, მაგრამ ფიქრობ თუ არა რომ პატრიარქის ავტორიტეტი რაღაცნაირად ჩრდილავდა ყველას და ყველაფერს და ახლა სინოდი რაღაცნაირად უფრო თანასწორთა მეტნაკლებად ერთობა დარჩით, უფრო საინტერესოდ შეიძლება თუ არა ამ ხრივ განვითარდეს თქვენი ცხოვრება, იმიტომ რომ მესმის რომ როცა ასეთი ავტორიტეტია, მის სიტყვას სხვა ფასი აქვს და შეიძლება რაღაცნაირად ყველას გადაწყვეტილებაზე ემოქმედა მის პოზიციას, ანუ ეხლა რაღაცნაირად პატრიარქის ილია მეორესთან ერთად და მის გარეშე სხვადასხვაგვარად იქნება თუ არა სინოდის თანაცხოვრება თქვენი ეპისკოპოსების. მინდა გითხრათ, რომ პატრიარქის მთავარი მიზანი იყო ისეთი ეკლესიის, ისეთი სინოდის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბება, რომელიც იქნებოდა სრულყოფილი, დამოუკიდებელი, ქმედითუნარიანი და მან ეს შეძლო, მან ამას მიაღწია. ეს იყო მისი მიზანი. გარკვეული დრო, სანამ ეს ჩამოყალიბების პროცესი მიდიოდა, რასაკვირველია, პატრიარქს ჰქონდა უდიდესი ავტორიტეტი, მაგრამ აი სინოდის ეკლესიის სრულყოფილი სახე არის, როდესაც სიმრავლე არის ერთსულოვანი სიმრავლე და აი პატრიარქმა ეს დარღვეული ისტორიული, ასე ვთქვათ, წყვეტა აღადგინა. ეს არის მისი საოცარი დამსახურება, თუ ნებას მომცემთ, მინდა კიდევ ერთხელ ჩვენ საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ მე-20 საუკუნეში პრაქტიკულად აღმოჩნდით მოწყვეტილი დედა ეკლესიას. არა მარტო ფიზიკურად, რო ვთქვათ, შესვლა გვიშლიდან თუ გვეშინო და ასე შემდეგ. აი, ცნობიერად უკვე ბოლომდე წმენა კი სადღაც რაღაც არსებობს, ასეთი აზრი გამოთქმაც არსებობდა. აი, რაღაცა ბუნდოვანი, რომ კი რაღაც ღმერთი არსებობს, მაგრამ აი, ღმერთის შესახებ ცოდნა, ღმერთთან მისასვლელი გზის, სულიერი ცხოვრების წესი, ეს სრულიად, ასე ვთქვათ, მოწყვეტილი იყო საზოგადოება და ამიტომ პატრიარქის ეპოქას ეწოდა ქართლის მეორედ მოქცევა. და როგორც ჩვენ გვახსოვს, აი პირველი მოქცევა დაიწყო ანდრია პირველწოდებულმა და დააგვირგვინა წმინდა ნინომ და აი საოცარია რომ ეს მოქცევა ნახევარი საუკუნის განმავლობაში დაიწყო პატრიარქმა და თვითონვე დაამთავრა და მე მინდა კიდევ ერთხელ ვანუგეშო ჩვენი საზოგადოება და ის რაც მოხდა ეს გარდაცვალების შემდეგ საზოგადოების სიმწიფეზე ლაპარაკობს. ეს არის ეკლესია. ეს არის ეკლესია არის სიყვარულით გაერთიანებული საზოგადოება. ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ეს შეგვიძლია დღეს მსოფლიოში სამწუხაროდ ეს ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, რომ დადგება ჟამი, რომ ქრისტიანულ ქვეყნებში რწმენა ძალიან შემცირდება, ძალიან. ესეთი რიტორიკული კითხვაც არის. იპოვის კი ღმერთი რწმენას, როცა მეორედ მოვა და აი არის წინასწარმეტყველება, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ერი
სარწმუნოებაში სრულყოფას მიაღწევს, გაბრწყინდება და აი ეს დავინახეთ, რომ პატრიარქმა გააცოცხლა ეკლესია და დატოვა გაცოცხლებული ეკლესია და ვინც არ უნდა იყოს მომავალი. კი, თქვენ თქვით, რომ მის გზას გააგრძელებს. ყველა მის გზას გააგრძელებს. სხვა გზა ჩვენ არ აქვს და მინდა ეს დავამშვიდო ჩვენი საზოგადოება. კი ბატონო, ბოლოს მინდა გკითხოთ აუცილებლად, არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა, რომ თქვენ იყოთ ერთ-ერთი კანდიდატი და შეიძლება გახდეთ პატრიარქიც. მინდა გკითხოთ, რა თქმა უნდა, მინდა რომ ხელვა არ შემოვიტანო, ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც რა თქმა უნდა თქვენ გადაწყვეტთ ყველანი 39 მღვდელმთავარი, მაგრამ მაინც მინდა ერთი კონკრეტული კითხვა დაგისვათ. მაგალითად, როდესაც პატიმრების, გამოშვების და შეწყალების თემაზე იყო ლაპარაკი, რამდენიმე პოლიტიკოსმა ჩემ ეთერში თქვა, რომ ქონდათ მაგალითად მეუფე შიოსთან ამ თემაზე შეხვედრა და შიომ იშუამდგომლა პრემიერთან, მაგრამ თქვათ შედეგი არ ქონდა. ან მეუფე იაკობი ბოლო პერიოდში ამბიონიდან ხშირად საუბრობს, ქადაგებს, რომ არ შეიძლება ასე დაპირისპირება საზოგადოებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში და დაჯექით, ილაპარაკეთ და ასე შემდეგ. თქვენ თავად როგორი დამოკიდებულება გექნებათ ამ ტიპის რჩევების ან კომუნიკაციების მიმართ ხელისუფლებასთან? მე მინდა დავადასტურო, რომ მეუფეშიო და სინოდის ყველა წევრი ძალიან მოწადინებული ვართ, რომ სწორედ ეს საკითხები, დიალოგის საკითხები, ასე ვთქვათ, გაძლიერდეს, იყოს, ასე ვთქვათ, ნაბიჯები ურთიერთ, ასე ვთქვათ, გაგებისკენ, ურთიერთ აი ამ ჩატეხილი ხიდების აღდგენისკენ. ეს ადვილი პროცესი არ არის და რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებაც ეძიებს ამ გზებს და ყოველ შემთხვევაში ეკლესია ყოველთვის ეცდება, რომ აი ეს ურთიერთობები დარეგულირდეს, გაუმჯობესდეს. მე ერთი რამ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ ეს არა მარტო ლიბერალური დემოკრატიის პრინციპები, პირველეს ყოვლისა ქრისტიანობა გვეუბნება, რომ ჩვენ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ განსხვავებული აზრის მიუხედავად როგორი განსხვავებული პატივისცემა არ უნდა დავკარგოთ ადამიანის და მე მეჩვენება, რომ აი ჩვენ საზოგადოებაში აი ეს პრობლემა არის და თუ ურთიერთ პატივისცემა იქნება, ყველა პრობლემა მოგვარდება. ეს არის პატრიარქის ანდერძი. აი მთავარი ანდერძი ეს არის, რომ სიყვარულის გარეშე, პატივისცემის გარეშე არაფერი არ გამოვა და მე მგონი აქეთკენ უნდა წავიდეთ და მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებაც მაქსიმალურად ამას დაუჭერს მხარს. ასეთი მოლოდინი მაქვს მე პირადად და რა ვიცი, აი ყოველ შემთხვევაში სინოდი ასეა განწყობილი, რომ ყველაფერი წავიდეს ურთიერთობის გაუმჯობესებისაკენ. გააქვთ ამ ტიპის რჩევები ხელისუფლების მისამართიდან, საუბრები მათთან? მე პირადად, როცა აი ესეთ პირად საუბრებში მქონია ამაზე რასაკვირველია და მეუფეშიოს ჩვენ ერთად რომ ვიკრიბებოდით ეს დღეები, ის სულ ამბობდა, რომ საჭიროა ამ საკითხებზე ჩვენი ხელისუფლებასთან აი ამ საუბარი და ალბათ უკვე ქონდა, შეიძლება უკვე ქონდა, მე არ ვარ. თქვენ ვისთან ქონიათ ამას არ იტყვით და მე მგონი არ ღირს ახლა ეს ამაზე. მე არა, ნუ ესე ჩემს ახლობელ ნაცნობებთან, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ ცხოვრებაში არიან ჩართული და მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი ეს მოლოდინები მე მაქვს პირადად, რომ გდადებ კარგი მოლოდინების რაღაც იმედი მაქვს. მეუფე, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვერთეთ, ისაუბრეთ. მადლობა ამისთვის. მე მგონი არ შემომიტანია, ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში დამატებითი ხელვა და რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით. კი ბატონო, როდის იქნება, ბუნებრივია, ეს არ არის მხოლოდ ინსტიტუციური ინტერესი, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პატრიარქი. ძალიან დიდი მადლობა. მეუფე დანიელი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა